მე სტუდენტებს ვეუბნებ, შეიძლება უნივერსიტეტისთვის ახლა ცუდ რამეს ვამბობდე, რაღაც მექანიზმს ვუფუჭებ, მაგრამ არა მგონია რა. ვამბობ, რომ ნიშნებზე არ შეიძლება ორიენტაციის გაკეთება. რატო? იმიტომ რომ მე ჩემი მიზანი თუა კაი ნიშანი მივიღოთ, ნახეთ ჩემი მიზანი ვთარგმნოთ რა არის შეფასება მივიღო კარგი. ანუ ცოდნა კი არ მაინტერესებს, თავარია შეფასება იყოს კარგი. და თუ ცხოვრებაში მე ჩამომიყალიბდა რომ მე ორიენტირებული ვარ შეფასებაზე, ძალიან კარგია თუ კაი ადამიანმა უნდა შემაფასოს, მოდი ესე ვთქვა წესიერ. მაგრამ თუ ის ადამიანი შემფასებელია, ჯალათია, მაშინ მე უნდა ჩავიდინო ჯალათობები, რომ მივიღო კაი შეფასება. მე ხვდები? სხვა ფსიქოლოგიას აყალიბებს, ამიტომ როცა სწავლობ, უნდა აიღო ცოდნა. მიზანი ეგ უნდა იყოს, ეს ნიშანი გამოვა, არ გამოვა, მაღალი იქნება, კაი იქნება, ეს არ უნდა იყოს სამიზნე. თუ გინდათ რომ რაღაცას მე იმიტომ თავისუფლებას კარგავთ. კარგავთ თავისუფლებას, იმიტომ დამოკიდებული ხარ აი იმან რა თქვა შენზე. ჩვენ სერტიფიკატები უფრო გვიყვარს ვიდრე ცოდნა. ახლა ჩვენ რო კურსი გამოვაცხადე და უთხრა რომ იცი რა ლექციები არ ჩატარდება, მაგრამ სერტიფიკატებს დაგირეგებ, თქვენ გონიათ ხალხი არ მოვა? მოვა. და აძლევ სერტიფიკატს რომ ჭკვიანი ხარ. და გაიხარ და იმიტომ რომ მას აქვს დოკუმენტი რომ ჭკვიანია. ახლა ნორმალურია ახლა ეს მიდგომა.